მოქმედებდეს თამარ კანიშვილი ალბათ სახელმწიფოს მხრიდან წახალისების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. მის მიერ გამონჩენილმა ინიციატივამ, რომელიც პროექტის სახით ჩვენი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება, ათასობით ახალგაზრდის ცხოვრება შეცვალა. არასდროს არ მეგონა ვაღიარა პირადად, რომ ასეთი მსგავსი ინიციატივა, რომელიც იყო თქვა როგორც ნაცნობების გარეშე, როგორც ყოველივემის გარეშე, გაამართლებდა ასეთ დონეზე და არ მეგონა თუ ნახავდი პროექტს, სადაც უკმაყოფილო მონაწილე არ იქნებოდა. რადგან ამას ტელევიზიით ნიშნავს, რომ ამის ხრმად წამს. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ინგლისურის უმაღლეს დონეზე ცოდნისა და ლიდერული უნარჩვევების წყალობით თამარი რამდენიმე წლის წინ პოლონეთში ტრენერად მიიწვიეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უცხოეთში მიღებული გამოცდილების გაზიარება დაიწყო. პროექტი გულისხმობს ახალგაზრდების გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას და ასევე თემები არის შერჩეული ყველაზე მოთხოვნად საკითხებზე. ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ესეთი პროექტი, რომელიც ხელშეუწყობდა ქართულ ახალგაზრდებს და დაეხმარებოდა მათ კარიერს უკეთ დაგეგმვაში, აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო საქართველოშიც. ამჟამად სპიკაპის პროექტი რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. სემინარები მთლიანად ინგლისურ ენაზე ტარდება, რაც მოსწავლეებს მასში ჩართვის დამატებით სტიმულს აძლევს. მომწონდებოდი ბავშვობიდან ინგლისურში, თუმცა ვფიქრობ, რომ ნამდვილად დიდ გამოცდილებას ვიღებ, რადგან ეს მთელი მასალა და ცოდნა, რაც მე დამიგროვდა, სჭირდება ერთად თავმოყრა, გაუკეთო, ესე იგი პრაქტიკა მივიღო, ავლაპარაკდე, როგორც ჩვენი პროექტი გვეუბნება. 16 სესიის განმავლობაში, რომელიც 2 თვეს გრძელდება, ახალგაზრდები ისეთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მათ მომავალში სამსახურის მოძებნასა თუ კარიერულ წინსვლაში გამოადგებათ. მათ გადავცემთ ინფორმაციას და შემდეგ ვაძლევთ კონკრეტულ დავალებას, იქნება ეს ადგილზევე თუ შემდგომ მოსატანად, რომ თქვათ, პროექტი, რომელიც ავუხსენით, როგორ დაიწეროს, როგორ განხორციელდეს, როგორ მიუყვნენ ნაბიჯ-ნაბიჯს, რომ იყოს პროფესიონალური, ჩვენ ვიბრუნებთ ამ ყველაფერს, შემდგომ ვაფასებთ და ერთად მუშაობთ, ასე რომ მე ვთვლი, რომ სპიკაპი არის ძალიან კარგი პროცესი, რომლისგანაც ძალიან ადვილია, რომ დაინახოს შედეგი. როგორც ახალგაზრდული პარლამენტის, ასევე სპიკაპის პროექტი ერთწლიანია. თუმცა ახალგაზრდების ინტერესი იმდენად დიდია, რომ სახელმწიფო ორივე პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.